ერთ-ერთია ხანმა. გადაცემა მათთვის, ვისაც აინტერესებს თუ როგორ იპოვნოს თავისი მეორე ნახევარი. მე ლელა ზურწუმია, ეკა კახიანი და ნინო ხომერიკის სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით. დღეს ჩვენი მთავარი გმირის ბოკა კვეკვესკერის გულის მოგება 3 კანდიდატი შეეცდება. სოფოლ ცეკალავა, ნინი მართანიშვილი და რუსუდან შახპატიანი. ამ სამმა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ადამიანმა იმედი საიძე ერთი და იგივე ვაჟი შეარჩია. ჩვენი გმირი კი მათ ახლა ჩვენს გადაცემაში შეხვდება. მოდით შევხვდეთ ჩვენს გმირს ბოკა კვეკვესკერს. Gatenebande რომ ვიმღერო მაღლახელები Hey DJ შონდო სახეს მინდა მოუსმინო Gatenebande რომ ვიცეკვო მაღლახელები აბა მაღლახელები ყველა მასიე მაღლახელები აბა ერთა ყველა მასიე და მოდით ყველა ერთად მენახეთ თქვენთან მეყოფნა მისნა დავისახე ჯერო და ინდამ სიმღერას რომ ყველა ეთვერდე მე დამჯერე რომ ბოლომდე ერთად ვარ დამიშლები საყვარელი გოგონები და მაგარი ტიპები რუსად ფირი დავაგაცვი მიდი hey DJ შონზო შენ უფრო კარგად იცი რა შენს ხოქონ უნდა გვაცეკვო დაღამებამდე დაგატენებამდე რომ გაჩერება სულ ვეღარ ამბედავდე რომ გვიყოს ერთმანეთი ნუ შენ და შენ მე რომაზი დღეა სიმარული დღეა გამარჯობა, ბოკა კვეკვესკერი, რუსა სერგია, ჩემი მეგობარი და ჩვენი ულამაზესი ლიზი. მოდით ნახოთ სიუჟეტი. ბოკა კვეკვესკერი კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. პროფესიით მუშაობას არ აპირებს. სურს იყოს მომღერალი, ღერო და თემურ ქეუხიშვილის საბავშვო ანსამბლში დარიალი. ამჟამად სკაიბარში მღერის. არის სატელევიზიო მუსიკალური კონკურსების გამარჯვებული. 6 წლის იყო, როცა მშობლებმა სოხუმიდან გემით გამოიყვანეს. გალში სახლი და ბავშვობა დატოვა. ღერის აფხაზურ სიმღერებს. არის მეგობრული და მიზანდასახური. არეშინია ჰყავდეს მასზე ჭკვიანი ცოლი. დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ძლიერ ქალს მეგრული დიპლომატიით აჯობებს. ბად ქალს კი ოჯახს ვერ ჩააბარებს.
კითხვა მინდა დავსვათ თუ შეიძლება. ისმენს როგორ? ნელა ალბათ თქვენ გეცოდინებათ ეს რას ნიშნავს რა არის მეგრული დიპლომატია რომელსაც ბოკა ამბობს რომ აი გოგონებთან ჭირდებაო და ჭრის ხოლმე. მე მეკითხები. იცი რა არის? იქნებ შენც იცი. ჩვენ ხშირად ვიყენებთ მეგრულ დიპლომატიას საერთოდ ცხოვრებაში. მაგალითად. აბა რას ნიშნავს ეს? გვაინტერესებს არამეგრელებს. მართლა მაინტერესებს. ხშირად გამოგიყენებია. მაგას ხალხი გამოგიყენებია. არის რაღაცა სისხარტია იქ არის აი რაღაცა მოქნილობა რაღაცა ხო? ხო, აი ბევრი რამ ანუ გამოგადგა ბევრჯერ არა? როგორ არ გამომადგა რა სამ ძალიან ვამაყობ იმით რომ მე მეგრული ვიცი. რა მაგარი შენც იყენებ ამას? ასევე ვასწავლეთ ჩვენ რა მოხდება? გჭირდება? შეხო გასწავლი ნელ-ნელა. ისლამური დიპლომატია მაგბეა და ცოტა არ არის ფლად მოქნილი. ბოკა ჩემო ძირფასო იქ ანკეტაში წერია რომ 2 წლის მერეო ვიქნებიო მზად იმისთვის რომ ეს რა ქვია დავოჯახდეო და აი რა 2 წლის მერე რა იქნება მეთხარი. ეს არის 2 წლის მერე ვიფიქრებ ასე ვთქვათ. რომ ოჯახი შევქმნი. ხო არის შედა ქერათიანი რომ მეყოლებს მეყოლებ ანგელოზი ბავშვები აი ეხლა ვფიქრობ პრინციპში იმიტომაც მოვედი აქ. დედის ერთა ხარ ხო? და აფხაზეთიდან ხარ. გალიდან. და ბევრი მამიდები გყავს. კი 4 მამიდან ყავს, ერთ-ერთი ყავს კი და 2 მამიდან ყავს სოხუმელი. ერთი სენაკში ცხოვრობს და ერთი ზუგდიდში. მამიდა ჩამოვიდა სექტემბერში და წამიყვანა სოხუმში 93-ში დაიწყო ომი და იქ ჩავჭიდა ბოლოს უკრაინელების გემით გადმოვიდით ფოთში და ფოთიდან როგორც კი ჩამოვედით უკვე გალში მოვედრესვე მოგვიწია წამოსვლა. ბოკა რა მაინტერესებს აუცილებელია რომ მეუღლე იყოს მეგრელი? არა, როდესაც ადამიანი შეგიყვარდება, არ აქვს მნიშვნელობა. მეგრელი იქნება, კახელი იქნება, გურული იქნება. მაგრამ შენ ამბობ, რომ არ მოვიყვან ცოლად ბატქალსო. ბატი, ანუ ბატი ხალხი ჭკვიანი უნდა იყოს, ხო? და ჭკვიანი არ გავარცობ ახლა ამას, ახლა ბატიქალი როგორია? როგორია ბატიქალი? ბუმბულებიანი? ნუ სულელი. ჭკვიანი ქალების რო ეშინიათ კაცებს. არა, მე არ მეშინია. არ გიშინია. ცხოვრებაში რა პრიორიტეტები გაქვს? ცხოვრებაში ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი ის არის რომ მე მღერი და მინდა სცენაზე რაღაცა კუთხით ჩემი საქმელი ვთქვა და ისე წავიდე. ფანტაშორის არაჩვეულებრივი სიმღერა იმღერე, მე მგონი დათო ფორჩხიძის სიმღერა. კი, ეს არის ხო? დათო ფორჩხიძის სიმღერა, უმჭირესი მუსიკოსის, კომპოზიტორის და მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით ვისარგებლო და დიდი მადლობა უთხრა დათოს ასეთი ლამაზი ნამუშევრისთვის. ამჯერად მადლობა. ძალიან კარგი. ცოტას ისე რა სიმღერა მოხდება? ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ, რაცა დაგინახე შუაში. და გინდათ რომ ესე ვთქვათ სიმღერა პროფესიად გაიხადე. დიახ. ანუ კარიერა შეყვარებული ბოკა. თუ გინახავს ბოკა, მინახავს, არის ძალიან რომანტიული. ყურადღებიანი. თქვენ დიდი ხანია მეგობრობთ? არა, ჩვენ წელიწადნახევარია ვიცნობთ ერთმანეთს, ანუ სიმღერით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. პირველი დუეტი ჩავწერეთ ზუსტად წინახევრის წინ. ეს არის უკვე ჩვენი მეორე ნამუშევარი. და ვფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ ერთად. თან ერთი კუთხიდან ვართ და ესეც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. აქაც არის ეს პრიორიტეტი. კარიერა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის თუ სიყვარული? პრიორიტეტი როგორც ასეთი ამჟამად არის სიმღერა, მაგრამ როდესაც მე ოჯახს შევქმნი, უკვე ოჯახი იქნება. ბოკა, იცი რა მაინტერესებს რა ისტორია მოგყვე ანკეტაში ჩაწერე, რომ რაც მეგობარს მოვატაცებინეო გოგონა. ხო, იყო ეგეთი შემთხვევები, ჩემო მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ცოლი უნდა მოვიყვანო და მოდიო, სეიან და უმღეროთ ჩემს სატრფოსო და ჯერ მასთან ვისხედით, კეიფობდით და მე უკვე ბახუსი რომ მოვიდა, წავედით. დავიწყეთ ერთი უმღერეთ, 2-3 ფიალებით იდნენ ბიჭები და სხვადასხვა მე და გიორგი შარაბიძე. და მღერით და ესეთი უცებ კარების ხმა არის. რახუნი კარების და ბიჭო მეთქი რაღაცა სულად არის საქმე მეთქი ვეუბნები ჩემს მაგას და ჩამოდის ესეთი კაცი, დიდი კაცი ჩამოდის და ერთი წუთითო რა.
და მეთქი ალბათ დამხმარე ძალას უნდა დაუცახოს ამ კაცმა. მოშველება მეთქი მოვემზადეთ ჩვენ და მოდის ეს კაცი შამპანურებით დატვირთული და აბა ბიჭებო ყველა ერთად ჩემთანო რა. და იმ ღამეს თელი დილამდე ვქეიფობდით, მაგრამ ხალი მაინც ვერ წამოვიდა. რა. არ გაჭრა. არ გაჭრა. როგორ გამთავრდა მე მაგათი ისტორია? არაფერი, დამთავრდა ერთ კვირაში. თქვენ გათხოვეთ ბრძანდებით? ეს ბავშვი თქვენია? ჩემია. ძალიან კარგი გოგონა. მადლობა. დღეს სამი ესე ვთქვათ პაემანი დელოდება ბოკა და მოდი პირველი კანდიდატი მოვიწიოთ სტუდიაში, ეს გახლავთ ჟურნალ ბომონდის ჟურნალისტი სოფო ბზეკალავა. გამარჯობა, მე ვარ ბზეკალავა, მოსული ვარ გადაცემაში ჩემი მეგობართან ერთად მუსიკო სერკეში გაიცნო. ძალიან სასიამოვნო, ნახოთ სიუჟეტი თქვენ. სოფო ბზეკალავა, ხელოვნებათმცოდნე, მუშაობს ჟურნალ ბომონდში ჟურნალისტად. არის პროექტ Fashion Heroes ავტორი. მის პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. იმდენად დაკავებულია, რომ სიყვარულისთვის ვერ იცლის. არის საქორწილო სალონ Exclusive MNT-ის PR მენეჯერი. თავად ოჯახის შექმნის ეშინია. მისი აზრით, ქართულ ოჯახში მამაკაცის მონოპოლიას უფევს. მოსწონს ევროპული ოჯახის მოდელი, სადაც ცოლ-ქმარი თანასწორი უფლებებით სარგებლობენ. შესაძლოა უსიყვარულოთაც გათხოვდეს. მისი დაკვირვებით პრაგმატული და ცივი გონებით შექმნილი ოჯახი ცხოვრებისეულ გამოწვევებს უფრო უძლებს. სურს ხალდეს შვილები, მაგრამ ამბობს, რომ შვილებს კარიერის მსხვერპლად ვერ შესწირავს. სიყვარულით ოჯახის შექმნა აი სადაც ჩვენ მუშაობთ ეს PR მენეჯერად საქორწილო კავშირთან ერთად გაწრუება ხო? ანუ პროცესი ჩემ მოსაძრებას ისე ვამბობ, ბევრს გონია ხოლმე, რომ იმდენ ქორწილებს უყურებ და საქორწინო სამზადისებს, რომ რაღაცა ხო არ დაგეკარგა მაგის გამო სულ. არა, სანამ საქორწინო სალონის PR მენეჯერი გავხდებოდი, მანამდეც მქონია ესეთი შეხედულება. ეს ცოტა ისე გამოდის ჭყალებში, ესე ვთქვათ, უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჯობია გონებით გადაწყვიტო და არა, მაინც ნაჩქარევად და გულის ახლავს, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია. აი 70% გონებით მაინც მე ვფიქრობ, მაგრამ იცით რა, გონება კი გასაგებია, მაგრამ გონებით შექმნილი ოჯახი თუ იქ სიყვარული არ არის, მე ის გონებაც ძალიან ცივდება, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ რაც მალე აალდება, ის მალე ქრება. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, შეიძლება სუბიექტური. სოფო არ ხარ შენ დღეს ახლა შეყვარებული და იმიტომ ფიქრობ მასე. შესაძლოა, ამას არ გამორიცხა. და რატო ფიქრობ, რომ ქართულ ოჯახში არის მამაკაცების მონოპოლია? გაქვს რამე ესეთი მაგალითი? კი, ანუ დავკვირვები, რომ ჩემს გარშემოც მე არ ვამბობ, რომ ეს არის მუდმივ გავრცელებული, მე ვამბობ, რომ ხშირია. ხშირია? იმიტომ რომ ქართველი მამაკაცის ბუნებაში დევს ეს აზიატური მომენტები, ალბათ ქალსაც გააჩნია, ხო? ალბათ ქალსაც გააჩნია. თავიდან როგორც შეაჩვევით, შესაძლებელია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბუნებით მეტნაკლებად აზიატები არიან ქართული მამაკაცები და ჩემთვის ცოტა რთულია ამას შეგვიძლია. ჟურნალისტი ბრძანდები ძირითადად რაზე წერთ? სხვადასხვა თემატიკა, მე ვირჩევ ხოლმე ძირითადად თემატიკას. მინდა ვთქვა, რომ ყავს ძალიან კარგი რედაქტორი, თეაგოძე, რომელიც არ მზღუდავს და ყველანაირი კრეატივის, ესე ვთქვათ, განხორციელების საშუალებას და უფლებას მაძლევს. მაქვს ჩემი პროექტი Fashion Heroes, რომელიც ქართულ დიზაინერებთან ერთად ხორციელდება ხოლმე. იცი რა მაინტერესებს? აი ყვითელ პრესაში თუ იმუშავებდი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები ეთიკას არ ღვევენ, იმის გამო რომ თქვა სტატია იყოს ძალიან სკანდალური, გაიყიდეს ჟურნალი, ძალიან ხშირად, ძალიან ცუდად ერევიან ცნობილი ადამიანები ცხოვრებაში და შეგიძლია თქვა დაარღვევეთ ადამიანებს. იმიტომ რომ გარდა ჟურნალისტური ეთიკისა მე მაქვს ჩემი პირადი მორალი, რომლის მიხედვითაც ვფიქრობ, რომ მე არ მაქვს იმის უფლება ჩემი პირადი წარმატების ხარჯზე, ვთქვათ, ვინმე დისკომფორტი შეუქმნა. თან ბომონდი არ არის ისეთი, ესე ვთქვათ, ჟურნალი, რომელიც ზოგადად ესე ვთქვათ, სკანდალურ სტატიებზე აგებს თავის პოპულარობას. ძალიან პრიორიტეტულია კარიერა, მე როგორც ხვდები ხო? კი, ნამდვილად არის.
არ დაგაგვიანეთ, არ გაერთოთ ძალიან კარიერი. არ გაერთობა, არა, ძალიან კარგი გოგოა, მე მინდა ჩემი პირადი ასე ვთქვათ, სიმპათია დავაფიქსირო მის მიმართ. ესოფო ვერძია. ნუ ახლა მოგახსენებათ ვერძების ამბავი პირველები არიან. საკმაოდ ისეთი ცეცხლოვანია, იმპულსურია, მაქსიმალისტია, მინდა გითხრა. ნუ მისი პირადი ნიშანი არის სასწორი და ესეც გარკვეულწილად მაქსიმალიზმს უმატებს თავის ასე ვთქვათ, ცოტა ისეთ რთულ თვისებებს. თუმცა შეყვარებული სოფო აბსოლუტურად სხვანაირი იქნება და ის სიტყვები რაც აღან თქვა, ნამდვილად არ არის შეყვარებული სოფოს სიტყვები დამერწმუნეთ. ხო, ეხლა ცივი გონებით საუბრობთ, იმიტომ რომ არის. ეხლა აქ ზუსტად ის ჩართული, სასტორის ამბავი აქ ჩართული და მე ვერძი ჩაერთვება. როგორც პარტნიორი ძალიან ძლიერი იქნება, ძალიან ერთგული იქნება თავისი პარტნიორის მიმართ და ძალიან კარგი ოჯახი აქვს და თან ერთი ქორწინება აქვს, ანუ საკმაოდ სტაბილური ქორწინება. ბოკა ხელოვანი ადამიანია, რამდენად ხიბლად საერთოდ ხელოვანი ადამიანები და აირჩევთ თუ არა თქვენი ცხოვრების მეგზურად ხელოვანს. იცით რა, მე ჟურნალისტური კარიერიდან გამომდინარე მქონია შეხება, ვთქვათ, სხვადასხვა სფეროს ხელოვანებთან. გულწრფელად რომ გითხრათ, აი, ჩემთვის რთული იქნებოდა ხელოვანი ადამიანის შეიძლება დაიძრგონოთ მისი წარმატება. არა, ეგ აბსოლუტურად გამორიცხულია, პირიქით ხელით შეუწყო ყველანაირად როგორც შეძლებ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცი, რომელიც ჩემთვის არის იყოს ჩემთვის საამაყო და მისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მე ვთვლი რომ ხელოვანები ცოტა ხელშია საწყობი ხალხია, ცოტა არასტაბილურები, ოღონდ არასტაბილური იმ გაგებით არა, აი ცვალებადი ხასიათი აქვს და მე მირჩევნია იყოს ადამიანი ჩემ გვერდით ისეთი, რომელიც სტაბილური არის. თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას? კი, ვეთანხმებით. თვითონ ძალიან ძლიერია როგორც პიროვნება. და იმ კატეგორიასგან ეკუთვნება, რომლებიც ცდილობენ ჯერ დაიმკვიდრონ და იპოვონ საკუთარი თავის ცხოვრებაში და შემდეგ ეძებონ საბედოს. ანუ დაგეგმილად ცხოვრობთ? ესე? არა, დაგეგმილად არა, მაგრამ ამ ეტაპზე კარიერას აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას და ანუ ძალიან დამოუკიდებელია და დარწმუნებული ვარ, რომ იმედი მაქვს. არადროს ყვარებიათ? კი. ყვარებია. და რა მოხდა? აი, როგორი იყავით მაშინ, აი ძალიან მაინტერესებს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ იყო ეს ჩემთვის კარგი მდგომარეობა. რა შეყვარებულობა ძალიან დაუცველი გავხდი და ეს არის როგორი გახდით? დაუცველი ანუ როგორ ეცნათ ემოციურად უიზლიერი შეგრძნება დაკარგა გაუთანასწორებელი სიძლიერე შეგრძნება დაკარგა შესაძლოა ეს პარტნიორზე იყო დამოკიდებული ანუ ემოციური თვალსაზრისით მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ემოციური ხარ და თავ ვეღარ იჭერები რა აი შეყვარებულობის პერიოდში როგორ შეიძლება ადამიანმა შენი ემოციები აკონტროლოს თუ გიყვარს ბოლომდე გიყვარს და ხარ აი ბოლომდე დაკარგული აი რასი შეიძლება ძალიან უყვარდა და თავს ვერ თოკავდა და ვერ ეს გომარება არ მოწონდა როგორ შეიძლება ხა არ მოწონდეს ადამიანი როცა გიყვარს რა შეიძლება არ მოგწონდეს ეგ გომარება როდესაც არ აყავს კარგი პარტნიორი აი მაგის თქმა მიწოდება თუ კი კარგი პარტნიორი ყავს ძალიან მოგწონს მაგ შემთხვევაში შენ ეხლა რაც ნომერებ მაგას ის კარგი არის თუ ცუდი არის გიყვარს როგორიც არის ისეთი ფაქტორს იმას უკვე როცა აცნობიერებ უკვე გონება ირთვება აქ ის არის დოგოეთყობა და პრობლემა იყო რომელიც არ ახსენდება კარგად ესე იგი არ იყო იქ რაღაცა ჯანმრთელი და კარგი მდგომარეობა იქ მოგწონს აი შელა ფაშიკოს გარმონია აბსოლუტურად რა თქვით ჩვენ არაჩვეულებრივ ბოკაზე თუ ინტუიციით ხელმძღვანელებს რასაც მეტნაკლებად ვინდობი ასევე სასიამოვნო და სანდო ადამიანი ჩანს იმედი მაქვს დავავრწელებთ ურთიერთობას შესაძლოა თუნდაც რესპონდენტის სახით ჟურნალისტის და რესპონდენტის სახით აი ეგრევე მომენტალურად ჩართო თავის პროფესია მე უბრალოდ გონია რომ თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ და ძალიან რაღაცა აი ყველაფერი გაქვთ გაწერილი და აგირჩევთ მოეშვით და უფრო ლაღად იქნებით მე ესე ვფიქრობ მაგრამ ხო შეიძლება რესპონდენტი შეგიყვარდეთ არა გამორიცხულია მიყვედი აი დაგეცა თავში რაღაცა პატარა სიმპათიები რაღაცა
დაფები რო გაყვა. არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ყოფილა ესეთი არა, ნამდვილად არ ყოფილა. აი მიდიხარ და პირდაპირ საქმეზე იწყებ, ხო? იცით რა იქს ანუ არა თან შეგონებას რო იქ წავიდეს. ანუ რესპონდენტზე გაქვს საუბარი? ხო შეიძლება. აი ხო თან წერია ანკეტაში უწერია რომ ისა თუ განვეწყეო ანუ განწყობაზეა ხო? კი, ძალიან ვიწილად არის დამოკიდებული ჩემი ნამუშევარი განწყობაზე რესპონდენტის მიმართ. ანუ ის რამდენად მაგრამ ამ შემთხვევაში განწყობა ვინ უნდა შექმნა? ჟურნალისტმა თუ რესპონდენტმა? ხშირ შემთხვევაში რესპონდენტმა. არა, ბოლომდე ვერ დაგეხსახმებით, იმიტომ რომ ხა ჩემგან ბევრი ინტერვიუ აუღია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტს. და მინდა გითხრათ რომ ყოფილა, მაგალითად ჩემთვის რედაქტორს დაურეკავს და უთქვამს რომ ლელა ეს შენს ინტერვიუს არ გავს, იმიტომ რომ აი ვერ გავიხსენი. კონკრეტულად ჟურნალისტთან. ჩვენ გვაინტერესებს თქვენი მომზადებული სიურპრიზი. ჩემ მომზადებულ სიურპრიზს შეეხება გამომდინარე იქიდან რომ ანუ მე ხმა ნამდვილად არ მოგწევ ცეკვით არ არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე ჩემი ესე ვთქვათ ძირითადი პროფესია წარმოვეჩინე PR მენეჯერი გახლავართ. მე მაქვს საჩუქრები მომზადებული ყველა მონაწილესთვის. ეს არის საქართველოს ექსკლუზივი ემენცის ფანტაკლების ბარათები, რომელიც გადაეცემა absolუტურად ყველა მონაწილეს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერს მოგზანდეთ ჩვენთან და თქვენი სურვილის მიხედვით შეერჩიოთ 60 გინეთ შეიკეროთ, გინეთ გზა შეიძინოთ. ვათხოვებთ? არა მხოლოდ ის მან საქართველოს კავები არ არის, არის საბანკეტო არის, სხვადასხვა წილი. და ასევე ჟურნალ ბომონდის ივნისისთვის ნომრები, რომლებსაც გადავწევ მათ თითო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა კი რეკლამა იმედის არხზე. აუბრუნდით ეთერში, დღეს არაჩვეულებად გამოიყურებით, აი განსაკუთრებულად გამოიყურები ეკა ნინიკო და ჩვენს ჩაცმულობაზე ისრუნა მოდელების სახმა თიკო და ნინო და მაღაზია მოდ არტი. და მოდით ახლა სტუდიაში ვთხოვოთ ჩვენს მეორე კანდიდატს, ეს გახავს ნინო მართანიშვილი. გამომშვიდობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მე ვარ ნინო მართანიშვილი, ეს არის ჩემი მეგობარი თია შერმადინი. ძალიან სასიამოვნოა, ნახოთ სიუჟეტი თქვის შესახებ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. მარსანიშვილი სწავლობს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. არის მომავალი ჟურნალისტი. ოცნებობს ჰქონდეს საავტორო სატელევიზიო გადაცემა. ყავდა შეყვარებული, რომელსაც სოლობაზე უარი უთხრა. ადრეულ ასაკში გათხოვების მომხრე არ არის. თვლის რომ ხელმოწერა და ჯვრისწერა ადამიანის გამოსაჯერად მოიგონეს. ქორწილს არ გადაიხდის. მისი აზრით ქორწილი სასაცილო რიტუალია. არის მის გოგონების, რომლებიც ლიმუზინზე და გრძელ თეთრ კაბებზე ოცნებობენ. მოსწონს ძლიერი ბიჭები. სულს ყავდეს ქმარი, რომელიც თავისას არ გაატანინებს. ფაქტიურად არაფერი არ მოგწონს და რა მოგწონს? არ მოგწონს ქორწილი, არ მოგწონს ჯვრისწერა, არ მოგწონს ლიმუზინი, არ მოგწონს საქორწილო კაბა. საერთოდ როგორი წარმოგიდგენია შენი ქორწილი? ხალი ურთიერთობების მომხრე, ასე ვთქვათ. და ეს ქორწილი და რაღაცები ძალიან ზედმეტად მიმაჩნია. იმიტომ რომ, რა ვიცი, რა საჭიროა ქორწილი, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ, ვთქვათ, ისე არ შეიძლება ქორწილის გარშემო. როგორ არ შეიძლება? შეიძლება, მაგრამ ეს რაღაცა ისეთი რიტუალია, ყველა გოგონა ოცნებობს ამაზე, რომ ეცვას თეთრი კაბა. მე ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია. როგორია? არა რომანტიკულად. ქორწილებში არ დადიხარ? ნუ შეიძლება წავიდე, მაგრამ ეცინება. კი. როგორი უნდა იყოს შენი ქორწილი? თუ არანაირი. ნუ უბრალოდ ძალიან ვიწრო წრეში აუღმე. დაბადების დღეს გაგიმართლა ბოკა. ხო?
ალბათ. ნუ ხა დაბადების დღეს განსხვავებული იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ traditsati არ იქნება რომ რაღაც 200 კაციანი და 1000 კაციანი. ისე რაღაც ლამაზი გოგო ხარ და ისე მოგიხდება, ისე საქორწილო კაბის ჩაცმას არ გინდა, თუ ისე გინდა? არა. ვიღაცა ძალიან გააბრაზა ნინი, აი ძალიან გააბრაზებული. ეს ბავშვობიდან გაქვთ ესე თუ აი რაღაცა პერიოდის მერე გადაწყვიტეთ რომ არაფერი. მეგო შეყვარებულმა გააბრაზა და არა, შეყვარებულთან არანაირი პრობლემა არ მქონია. მაგასთან დაკავშირებით მე თვითონ არ მინდოდა თავიდანვე. შენ უთხარი რომ მე არ მინდა ქორწილი და არ ჩავიდე, მე მგონი გაბრაზდა ეს ბიჭი და წავიდე შეეში. არა, წასვლით არ წასულა იყო ჩემთან, მაგრამ მაგ დროის, მაგის შემდეგ ძალიან შეიცვალა და მაგის გამო მოხდა ეს ყველაფერი და დავშევდით ერთდღეს გამო. ქორწილის გამო. შეიცვალა თვითონ ადამიანი. შემოგთავაზეთ, ცოლად გამოვყევიო ქორწილი გადავიხადოთო, თეთრ კაბას ჩაგაცმევო, მამიდებს დავპატიჟებო, ვიცოდეთ, ხარი აპაპა. ქორწილის გადახდას არც ვაპირებდით, მაგრამ უბრალოდ ცოლად მოყვანას აპირებდა და რახან უარი უთხარი, ამის შემდეგ რაღაც ცოტა სხვანაირად წავიდა მე ურთიერთობა და გადავწყვეტეთ, რომ ერთმანეთს დავშორებოდით. აწყენი. ბოკა. საოცარი. მუშარე საქმე ბოკა. ძალიან რთული სურათია. ძალიან კაროშე რა. შენ გინდა ბოკა ქორწილი? ისე არის, 1000 კაციანი და 500-600 კაციანი ქორწილები არც მე მინდა, მაგრამ ქორწილი ისეთი რაღაცა, რომ ერთხელ არის. ცხოვრებაში ერთხელ არის ქორწილი და ეს არის ერთხელ თორე იმდენჯერ არის რომ ნუ ეგ ჩემ შემთხვევაში ვიძახი რომ ქორწილი ისეთი მართლაც რომ დღესასწაულია, ჩემთვის დღესასწაულია, რიტუალი, ყველაფერი ავიცი. რიტუალი არ მიყვარს სიტყვა და დღესასწაულია ქორწილი უნდა იყოს. სიყვარული იცის, გაგება იცის, პატივისცემა იცის, რა უნდა მაშინ თამადობაც იცოდეს და თამადობას არის და ვასწავლეთ. ქართული, ტრადიციული და ლამაზი ქორწილი. თავისი ჯვრის წერით. თავისთავად. რა თქმა უნდა. არა, მე მგონი ძალიან ლამაზია. გადაიფიქრეთ. ნინი დაფიქრდი კარგად. იცით რა, ნინი ძალიან მეამბოხი ადამიანია სხვათა შორის. კურო კია თვითონ, მაგრამ აი მისი ინდივიდუალური ნიშანი ლომია. არ უყვარს ის რაღაცა ის ტრადიციული ელემენტები, ნამდვილად, არ მოსწონს და არ იზიდავს და სხვათა შორის ერთ ძალიან საინტერესო რაღაცა აქ ნინის ჰოროსკოპში. ის საკუთარ თავს, პარტნიორს, შვილებს გააჩენს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი მოხდება უცხოეთში და არა საქართველოში. დაიცოდეთ, ნინი არის პოტენციური ემიგრანტი, რომელიც აქვიზის, შეიძლება ასე ვთქვათ. ასე რომ იქ ალბათ ჩემთვის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არც რელიგიური თვალსაზრისით არ ვაფასებ ადამიანს. არა, მაგას თავი დავანებოთ, უბრალოდ გინდა რომ საზღვარგარეთ წახვიდე? ნუ რატომაც არა. უარს არის. არ ვიტყვი ნამდვილად. და ქართული ტრადიციებიდან რა არ მოგწონს? არის ესეთი, რომელიც ძალიან გაღიზიანებს და კი, ქელეხის ტრადიცია არ მომწონს ძალიან. ქელეხზე ჩემთვის მიუღებელია და გეთანხმები რომ ზედმეტ ხო, ეს კიდე ცოტა ისეთი, როდესაც ადამიანს ტკივა და იცნობს რაღაც. და ის კიდე ღრეობა იწევა მე აბსოლუტურად სხვა რამე. კი, მე შეიძლება 1-2 ჭიქით დავოცვა ადამიანი და რაღაც, მაგრამ შესაძლებელი თქვა, მაგრამ ისე რომ ღრეობად გადაიქცეს ეგ ნამდვილად სიმღერები რო იწვევ. კი. ანკეტაში გიწერეთ რომ გინდათ გქონდეთ საავტორო გადაცემა. აი რასთან დაკავშირებით გინდათ? აი თემა. თოქ-შოუ ალბათ. როგორი თოქ-შოუ? ანუ ზოგადი თემები იქნება, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაც საზოგადოებაში აქვს. როლი თემა რა იქნება ისეთი, რაც თქვენ გინდათ, რომ რაზე თქვენ გსურთ ამ ტრადიციები და ქორწილი. რა? ნუ რატომაც არა, თუნდაც 1000 პრობლემაა კიდევ დღეს საქართველოში და იმ პრობლემებზე გავამახვილებ და ყურადღებას დიდი სიამოვნებით. აი რა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა? თუნდაც რელიგიური უმცირესობები, რელიგიის თვალსაზრისით, თუნდაც ეთნიკური უმცირესობები და ასე შემდეგ. რომელსაც პატივს არ ცემენ სამწუხაროდ. როგორ არ ცემენ? საქართველოს მაგით არის ცნობილია. ოდითგანვე რომ ტოლერანტული. ნუ ყველა არ ცემს პატივს ახლა. ელა ეს შეიძლება და ცუდად ხსენიებენ ახლა. მე გამიგიარეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე არ არის სწორი მოსაზრება, იმიტომ რომ აქ რო ცემენ უმცირესობებს პატივს, მე მგონი ასეთ ქვეყანაში არ ცემენ ესე პატივს, ამიტომ არ გეთანხმებით ჩემო კარგო, თქვენ რას ფიქრობთ? ალბათ განსხვავებული აზრები მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც გამონაკლისს შემთხვევებში ვეთანხმები. თქვენ ქორწილი გათხოვეთ? მქონია? არა, არ მქონია, მაგრამ მე ვეთანხმები, რომ ქორწილი გათხოვებას ლამაზი ტრადიციული რიტუალია, თუმცა ეხლა ყველას თავის მოსაზრება აქვს, რა ვიცი.
და ბოკასთან დაკავშირებით რას გეტყვით? როგორც კარგი ბიჭი ძალიან ფიარულია, მომწონს მისი რაღაც ეს ხასიათი. არ ვიცი რამდენად მე შანსები აქვს ნინის ბოკასთან, მაგრამ კარგი სასიძოა. ვიცი ნამდვილად. რა ვიცი, ხა ცალკე აღებული, რა თქმა უნდა, გადასარევი გოგონაა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შორის რაიმე, ასე ვთქვათ, სერიოზული ურთიერთობა შედგეს. და როგორ ბიჭს არ გაყვებოდი ცოლად? ან ზედმეტად მხიარულ ბიჭს ვერ ავიტან საერთოდ ცხოვრებაში. აუცნაური გოგო. ანუ უნდა იყოს ისეთი ძლიერი პიროვნება უნდა იყოს და ან ჩემი არ უნდა გამატანინოს, მაგრამ ისი არა რომ თქვა მიყავს რომ აი შენ ამას არ გააკეთებ. აი მაშინ უარეს გავაკეთებ. ისე უნდა მომიდგეს რაღაცნაირად რომ არ გამაკეთებ. აი მეგრული დიპლომატია სად გამოგვადგება ეხლა ჩვენ? არა? მოგა. და იცი მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ჯიუტი და ჯინიანია, მაგრამ ლექსებს წერს. რომანტიული ყოფილა. ასე რომ შიგნიდან სხვანაირი გოგო იქნები შენ. ებრძვი შენ თავს. იცი რომელ იმას მაგონეს პერსონაჟს? აი მაშინ რა ქვია, იმერული ეთქიდაში ბებია. აი რა გახსაჯანა, გოგები რო არიან აი ეს წამოუთაკებს. რა მოგიმზადე ჩემო კარგოს რო ქვია. საკუთარ ლექს წავიკითხე. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. ისო გარინდული უკრავს როიან. უყურს გრძნობების ნოტება და ჟღერება. მე კი თავჩახილს მჯდომარე მასთან შენი სხვისფერი თვალები მახსენდები. მიყვარს მზერა შენი, რადგან მათრობს. რადგან სითბო ვეღარ დასწევია. უნდა მეც გამანდოს თავის სიხარული ლამაზ ხაწვებს რომ ვიმილა და შნევია. მახსოვს ხელის გულზე ნაზი კოცნა. მახსოვს შენი გულის წრფელი ბაგაბუგი. რამდენი ღამე ქარს უაზროდ გავატანე. შენზე ფიქრებში გათენებულ გადაბმული. უკვე მომბეზდა შავთეთრი ფურცლები. თვალებს რომ მიჭრელებს გონება ამირია. თითქოს მომინდა შევწყვეტო ყველაფერი, მაგრამ კლავიშიდან ხელი ვერ ამიღია. თითქოს მიმიჯაჭვა დაღლილმა როიალმა. მინდა გავეცალო, მოვშორდე, მაგრამ თურმე ეს მუსიკა ჩემზე ძლიერია. ის ხომ მთელ სამყაროს ეულად მართავს. გაცხოვდები, გექნება ძალიან დიდი ქორწილი, ძალიან ლამაზი თეთრი კაბი და დიდი მათრა ისე რომ არ მინდა ეს კაბა. თუ გითხრა მეუღლემ რომ აი ძალიან გიყვარს ბიჭი და იმან გითხრა რომ მექნება აუცილებლად დიდი ქორწილი და ჩაიცრომ აუცილებლად დიდ თეთრ კაბას. ლამაზი ფათი. თუ ძალიან მეყვარება შეიძლება აუსრულო ექსორვენი მაგრამ ძალიან უნდა მეგრულად მოუხაზირეთ ყველაფერი. ბოკა. როგორი ლექსი დაიკითხა? ძალიან კარგი ადამიანია და მით უმეტეს ლექსებს უწერს. კარგია, მაგრამ აი ქორწილი მაინც. არა. ყველაფერი დადარჩენი ხო ყველაფერი მოგვარებული ერთი აი ქორწილზე ვერ შევახდი. ქორწილზე ვერ შევარ მაგასაც მეგრულად. დიპლომატია კენ. მაგასაც რაღაცა მოვლით. ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო, გთხოვთ მივძადეთ ოთახში. დიდი მადლობა. როგორ კაი გოგოა რა? აი ესეთი ხასიათი ეს არ უნდა, ის არ უნდა კიკინები უჭერს, მაგრამ აი ძალიან ბოკა მიცის როგორ უნდა ეგეთ ხალებთან ურთიერთობა ხო? ეხლა კი ჩვენი შემდეგი კანდიდატი რუსუდან შახპაზიანი. ხო. დედაშენსაც გავზრდი ხარ. ღმერთო მაღალო წმინდა მარიამ, გევედრები, სიყვარულოდ, მოგვაწოდოთ მოგუცერ ამიან. შენ სვარებს მე ყველგან დავეძებ, შენი ციხისმა მე ყველგან მელანდება. მოდი და უსიყვარულოდ, მოგვაწოდხება ერთმანეთსა და
ეთაყვა გამაგებინე შერა გიზის ჩემზე და გუში თუ ხავარ ამისთანა პატარა და უმან ყოდა ჩემო კარგო თქვენ დაგლოცოთ სფერი გურით სიყვარულს გამომართოს ჩვენსაც გუში რო გვიზის დაგვიამაყება მანდელი ვაფარია ვაშკაცობა რა ქვია იხარა და იბედნიერ იფრთხილეთ ისე როგორც ვარსკვლავიცაში იხარ ისე როგორც თევზი წყალში გაგემართოთ სიყვარულს გავუმართოთ Amen. Აღმოჩნდობის. აღმოჩნდობს საქართველოს. შვენიერი შემოსვლა იყო, აღფრთოვანებულები ვარ. შტამბეჭდა. ძალიან. მოდი ახლა ნახოთ სიუჟეტი რუსუდანის შესახებ. რუსუდან შაჰბაზიანი, ბუღალტერი, შეყვარებული არადროს ყოფილა. თაყვანისმცემელი კი ბევრი ჰყავს. თბილისის ქუჩებში სეირნობისაც კომპლიმენტებში სულავს. წუნია არ არის. სურს ყავდეს ქმარი, რომელთანაც 70 წლის ასაკშიც არ მოიწყენს. ქმრის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ქართულად იყოს აღზრდილი. წერს ლექსებს და სიმღერებს. უყვარს დროს დარება, კეიფი და საფრთხეებები. იცის 15 ულამაზესი საფრთხეები. არ გახვდება ბიჭს, რომლის ლექსიკონშიც იქნება გამოთქმა ჩემი დედა. ქმარი უნდა ეამაყებოდეს. დიდარ ქმარზე არ ოცნებობს. თუ შეუყვარდება შოთის პულზე და მარილზე თანახმაა. ამბობს, რომ ერთმანეთის ჭამას პურის ჭამა აჯობებს. ბოკა არის ისეთი შენ რომ მოგწონს, აი პუტკუნა და საჩქმეტი ბიჭი კაი არიან და ბოკა. ხო, თუ რამეა გასწორდება. გავასუქებთ. ბოკა გაგასუქებთ. არა, ისეთი პიროვნება არ უნდა იყოს, რომ პირველ საათი და მეორე საათზე ვერ ავიდეს, მაგრამ არც ისეთი, რომ ხარ დაუბერდა და გადავარდება. ყველაზე მეტად აი რომ ქუჩაში რომ მიდიხარ, ბევრ იმას კომპლიმენტს გეუბნებიან. აი ყველაზე მეტად რომელი კომპლიმენტია? ყველაზე მეტად უფრო ხშირად აი მე ანუ ესეთი ვარიანტი კიდე აი რომ შეხედავენ უცებ ესეთი აი ვაიმერას აი არ ვიცი აი ბოლოში თქვენთან ხო გავიარე ხო ხო ჩვეულებრივ თქვა საყელებზე ვიყავი თუნდაც ხო და ვაი მე შეხედე შეხედავ რა იყო ადამიანი რა მოგივიდა არა და აი ჩვეულებრივად ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან მოწოხართ რომ დადიხარ აი ახლა მითხარი აი სადღეგრძელო შენი მოფიქრებულია თუ როგორ ხათა შორის სანამ მოვიდოდი დავწერეთი სადღეგრძელო ხო მაგრამ აქ რომ მოვედი ის ფურცელი დამოვიდგა სახში და ახლა აი ეს აზრი მოვიდა აი აზრი მომივიდა ამცაც აი და ისე უცებ ეს ექსპრომტად თქვი ეს ყველაფერი ეგრე გამოვიდა ხო ეს სადღეგრძელოების სიყვარული საიდან მოვიდა აბა საქართველოში რო ცხოვრობს სადღეგრძელო სიყვარული ოკეი გიყვარდა მითხარი ოჯახში მამაც ესეა აი ყველა ეს სადღეგრძელო ოჯახში ესე ვარ გაზრდილები ეთყობა ძალიან სტუმართ მოყვარე ოჯახი რა თქმა უნდა ხა სტუმარი ღვთისა როგორ შეიძლება სხვანაირად და დასმა ინტერესებს კითხვა აი მამაკაცებზე რა აზრის არის მამაკაცებზე რა აზრიც ვარ და თუ შეიძლება მაშინ რუსულად გეტყვით პატარა ლექსთა ხო თქვენი ლექსია არა ასე ვთქვათ არა мужчина царь мужчина бог но всегда у женских ног ესე იგი კაცი არის ნეხეო მერტი მაგრამ გალის ფეხებთან მოდრეკილია ყოველთვის როგორც არ უნდა იყოს და ზამანში ვარ ძალიან საინტერესო ეს შენ ესე ფიქრო ზოგადად კი რომ ყველა კაცი უნდა იყოს არა მაგარი კაცები არ ფიქრობს საერთოდ
კაცი ვაჟკაცი უდის უნდა იყოს. აი მანდილოსანი და მანდელი აფარებოდეს. კაცი უნდა ქცევდეს. ეხლა უნდა შიღნო, ეს სხვა საკითხია. კარგი. ისედები ჩამოთვალე ეს კაცის დროზე რა უნდა კონდეს იმ კაცის თვისებები რომელიც აი შენ მოგეწონა. სადღეგრძელს უნდა ამბობნეს, ხო, პირველ რიგში. ჭოდ მოკეიფე ადამიანი უნდა იყოს. რადგან ეს უნდა იცავდეს. ესეთ პიროვნებას აი ვერ შევიყვარე, ვერ შევხედა რომ მე 21 საუკუნეში ვარ და ადაწესები რას ქვია? შენ შვილო ვერ ახარავ, ჩხუს ვიწყებ უფრო. აი ადაწესები. ეხა მიხარ კაცი მაგრად ისური. არა, მე მგონი ნაცე მიყავს უჯერი, ერთი ორი კაცი ნაცე მიყავს. მათი არა რა. აი გესეთო მიხარ, კეიფი როგორ გიყავს? აი როგორ კეიფობ? კეიფს ვიწყებ დილი და ვიქირავებ დილი. კი. კაი ყარაჩოგანი გოგოა, ასე თქვა. ასეთი სიყვარული კეიფის მიმართ რას ნიშნავს? რატო არ უნდა მიყვარდეს? თავს რაღაცა თვალ არ უხდება ხა. მე თუ მკითხავ აი სადღეგრძელოები და შეგანაცვალა ეს რაღაცა არ კი, ეთანხმებით მე მომენტს ვფიქრობ რომ არასწორად ვიქცევი ეს როგორ შეიძლება, მაგრამ ის მომენტიც არის რომ ვაჟკაცი ზის მაგიდასთან ხო სუფრაა ჩვეულებრივ და არ ინძრევა, პირიქით აი შეხედავ და მეთქი უკაცრავად თუ შეიძლება რა რაღაც და ვაიმე როგორ გეკადრება და ამიტომ შენ გადაწყვეტე რომ კაცის მაგივრად თან ელაპარაკოს და შეგიძლია? ხაჩაო რა. გოგო დაირჩიოს. კაი მომღერალი, კაი მოკეიფე. ერთად კარგად იგეიფებე. ეხა მითხარი, მე ხა მახსოვს ისა რა ქვია დაწერე იმაში რომ ანუ მოვიდა ბიჭი ხელისათხოვნელათო და ის ისტორია მოპევი. მაგალითად იყო ესეთი ვარიანტი, მოვიდა პიროვნება. მოდი სამს ვარიანტს გეტყვით და თქვენ გადაწყვეტეთ რომელია უფრო საინტერესო. მოვიდა პიროვნება სათხოვნელად და ზის ჩუმად თავისად რა ვიცი თვალებს ფეხებს წმინდავს თვალებით. შევხედე არა მეთქი რაღაც არ მაინტერესებს. თვალებს ვერ ხედავ მეთქი ერთი თვალი აქვს თუ სამი ვერ გავიგე. და დედამისი მეუბნება შვილო აი შენ თუ გადაწყვიტა ყველაფერი კარგად იქნება როგორც შენი თქო ისე იქნება ხომ ეს ძალიან კარგი და რა პროფესიის ვზანდებით თქვენი შვილი რა საქმიანობს ნუ თქვა ვიყავით ერთად დავქორწინდით შვილები გვეყოლა გადავედით ნუ თქვა ჩვენ ხო რაღაც და ბიჭო მოხდა შემოხედა რა თმინდა მე მუშაობა ფული მაქვს იმდენი შვილებს ეყოლხა ესე თქვა? აი ასე პირდაპირ და შენ რა ქენია? არაფერი ხარ კარგი ხარ და იბედნიერო всё. არა აი ლალიყური არ ვიცი. არის რა მაინტერესა? თუ ამდენი ფული აქვს რომ შვილიშვილთაშვილებს ეხა მაინც და მაინც გინდა რომ იმუშაოს თუ აი რა ეგ რა. იცით როგორ? თუ ადამიანს აქვს ცხოვრების აზრი ხო? რა უნდა ელაპარაკო? ნუ შენ იქნები მაგას. სახში იზრდება ტელევიზორთან და თუ შეიძლება ციხე-წყალი, თუ შეიძლება ყავა, ეგრე სადა? აი ეხა მეორე ისტორია მოგვიყვება. მეორე ისტორია ასეთია, პიროვნება გავიცანი, ნუ უკვე სერიოზულ ურთიერთობაზე გადავიდა ლაპარაკი და ხოდა მეთქი, მოდი სამწუხაროდ რადაც გადავწყვეტავთ. ეს პიროვნება ოჯახში გავაცნო, ხო შეიძლება რომ ასეულზე ვერ გავყვები ადამიანს, თუ არის ის სუფრას როგორ იქცევა, ოჯახში როგორია. დავპატიჟებ მეთქი ოჯახში და დაპატიჟო შვილო, დაპატიჟე ნათლია, ნასანათესაურო გავაცნო ეს პიროვნება და ერთი დღით ადრე ვეუბნე მეთქი, მოდი მეთქი ცირა ხნად პატარა წვადები ჩვენებური გავაკეთეთ რომ გაგაცნო ოჯახი კარგია. მეთქი დავალევ, კაი მეთქი და სასმელი შემოვიდა რაღაცა და ალე ორი ჭიქა კონიაკი გადაკრა დაეწყო თავისებური გადავირია აურია თარაშაურია გადავირია და მეორე დიდაზე შევხვდი მეორე დღეს მქი აბა როგორ ახარ ახმალია მაგას რამდენი დავულიეთ რა დავლიე მეთქი ადამიანი ორი ჭიქა კონიაკი მეტი არ დაგელებია არა ცუდათავარო მეთქი თუ არ იცოდი დალევა იქნებ კონიაკს არ უნდა არა მასე გაგეფრთხილებინე ხო რაშიც ხარ მაგარი რაშიც ხარ ვიცი რომ შენ ხარ ჩაიჭრა ანუ პირველი რაც იზომება კაცი ოჯახში არ უნდა ჩაიჭრას არ უნდა ჩაიჭრას და რამდენი არა მაგრა უნდა სვამდეს ხო რა არა მაგაზე სიტყურადებას და კაცურად იქცეო მე სამასოდი მოდი მე ხوارე პური დავჭრათ ერთად და სუფრაუში რა სამთვის დავიჭრია
თით დავიჭრი? მე რაც საჭიროა იმას ყველაფერს ჭრი. ნუ აი რა. სვა ბოგა. კი. რამდენ სვა? საკმაოდ. რა? ვინ? სადღეგრძელო იდეი. კონიაკი არ და. ყველაზე საყვარელი სადღეგრძელო მაინტერესებს შეიძლება ბოგა. დედაზე. რა ვიცი, ჩვენი. წმინდა ხატი წმინდა მარიამზე. აი დედაზე როგორ ამბობ, მაინტერესებს, შეგიძლია. ახლა ვთქვა? ხო, აი უცებ. კი ბატონო. აი დედას როგორ ეუნები სადღეგრძელო. ეხლა ნეტა დედაში ნახა ჩემს გვერდით იშდე. ვიცი დედა კაც. შემომხედე. ეხლა მიყურებ, ხო? კარგია მიყურე. ისეთ რა უნდა თქვა, რაც არამხმდი არ მithkoms. მოდი, დედა, შენ დაგლოცავ. დედას გამომოჯოს იმის თანას, რო გიამაყება და მისგან მაგარიც იღებს. მე დედათ იმას არ მივაჩნევ, ვინც გააჩენს და დასტოვებს. დედა იგი მიგულია, ვინც გაზრდის, ადაწესებს გასწავლებს. ხედა რა. დედა მიყვარხებს და გაგებს. ძალიან ისეთი გოგოა, ძლიერი გოგონაა მართლაც. მე როგორ არის ხინაში აღჭობს გასულ. არა, მე უკვე ასტროლოგიურად და არა, ასე ვთქვათ. დიახ. საკმაოდ ძლიერი გოგონაა, ორმაგი მშვილდოსანია. საკმაოდ ჯიუტიც არის, მინდა გითხრათ. თავისი ესეთი კონკრეტული ხედვები აქვს, მაგრამ როგორც თვითონ დაწერა, ტყვიასო ტყვიაში ვაჯენო, არ ეგეთია ზუსტად. ტყვიას ტყვიაში აჯენ. პირდაპირია, საკმაოდ. იცით რა, ნუ იდეალური პარტნიორი, გასაგებია ხო როგორიც უნდა ყავდეს, ხო? ნუ უნდა იყოს ეს ადამიანი აუცილებლად სტაბილური მის ცხოვრებაში. იცით რა, ჰოროსკოპში აქვს ესეთი მომენტი, ცოტა ასაკით უფროს მამაკაც ალბათ სავარაუდო დაუკავშირებს თავის ცხოვრებას, უფრო ასე ვთქვათ, დაღვინებულს, მყარად დგომს მიწაზე. დალევაც რო გამოცდილი აქვს სადღეგრძელოების რო იცის ფეხით რო არა ერევა და ასე ვთქვათ რაღაც უცმაწური სიტყვებსაც რო არ წაიღებს. ხარი რო არ წაიღებს. ხელის მოსაკიდებელი ადგილები რო ექნება. შემდეგ. საყვარელი გიტა და გიტა. არ გონა გიტა და გიტა. ძალიან კარგი. ბოკა მოკა. ხარ ესეთი პიროვნება რომელსაც ვეძებ? რა იცი საბა? დამოვსადოთ ერთი დავალევინოთ ბოკას. საჭმელი არ არის. არა, სხვადასხვა კეიფი ძალიან მიყვარს ჩვენ მაგაცები კვირაში ერთხელ ყოველთვის კეიფობთ გიტარა, სალეგძელოები, ლექსები, სიმღერები ბევრი დალევა და ბოკა დილიდან. სალეგძელოთი და დაიწყება. დილიდან ინდა ეგეთი. არა, ალბათ ქალს რაღაცა ეს კეიფები და ის არ შეშვენს ჩემსაც. ჯობია ბიჭი იჯდეს და ჯობია ბიჭი იჯდეს და ყავას სვამდესო და ქალმა დალია. იცი რამდენჯერ მინახე ეგეთი შემთხვევა? სხვადასხვა ყავა არ მობს. ხო, კარგი მაშინ წელი. ასიბრებს არხანა. ოქსანა. რას ვფიქრობ და რა ვიცი, ჩემი საჩევი ერთი არ არის და დაიკონდა ერჩიოს და თვითონ მე თქვენ მოგწონთ სასიძოთ. სასიძოთ? რავი დრო გვანახებს, როგორ დაუღებენ ერთმანეთს და მე უკვე ვნახოთ, ეხლა პიტაპე ხო ვერ მიტყვით, ხო როგორია და ამ შემთხვევაში ბოკა ირჩევს და ვნახოთ ბოკა რა, ვისა ირჩევს. ფოტოშის პირველი შემთხვევა რომ მე უნდა ანუ მე ვირჩევს ხო რომ ყოველთვის შენ ერჩევ ხოლმე და პირველი შემთხვევა ზუსტად უნდა აგირჩიო. ანუ პირველად ვარ ახლა ისეთ ვარიანტში რომ ბიჭ უნდა ერჩიოს საინტერესო ვარიანტი. ხო. ნახოთ აბა რა არჩევანს გააკეთე. კი რა, არის მაგარჩევას უდაველოდებით, წავიდეთ კარგად ვიკეიფოთ მაგარად. წამოდით გეპატიჟებით რა პრობლემა. ძალიან კარგი. რუსოდან უღრმესი მადლობა ჩემო კარგო, ხოთ გავძამდეთ ოთახში. ჩვენ კი რეკლამის მერე დავბრუნდებით. დავბრუნდით ეთერში და მოდით ახლა პატარა შეჯამება გავაკეთოთ სამივე კანდიდატის. ხო, ძალიან მხიარული იყო ბოლო კანდიდატი. განსაკუთრებით ჩვენი ხალხი დამაყედა. სამივე ძალიან ძლიერი გოგონა. აბა, რამდენ? მართლა? რა თქმა უნდა. არა, ეხლა ესევე, მაგრამ მეც კარგად. მე ვერა. პირველი კანდიდატი. ესე იგი, პირველი იყო სოფო და
შენერი გოგო ხოთაშორის ძალიან ძლიერი, მაგრამ აი მაშინაც თქვი რომ ცოტა ესე რაღაცა ყველაფერს გონებით. ძალიან წესებით ცხოვრობ, ხო აი რაღაცა დოგმირებული ცხოვრება და ფიქრობ რომ ცოტა უნდა მოეშვას აუცილებლად. მაგრამ არაჩვეულებრივი კანდიდატია, ეთყობა რომ ძალიან ჭკვიანი გოგოა, ჩამოყალიბებული და ზუსტად იცის რა უნდა. რაც შეეხება ჩვენს მეორე კანდიდატს ნინის ნინი მარსანიშვილი ცოტა გაბრაზებული მეჩვენა და მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ლაპარაკობდა, მაგრამ ჯერ პატარაა და გამოუცდელია და ამიტომაც ვფიქრობ რომ არ იცი ჯერ ზუსტად რა უნდა და ძალიან ნიჭიერი გოგოა, არაჩვეულებრივი ლექსი წაიკითხა და რაც შეეხება ჩვენს რუსუდან. რუსუდანი სასწაული. გითხოვთ ასპარეს და ილაპარაკეთ კოლორიტულია, ქალბატონია და ხო, ეგეთ კაც ადიპოვის მასზე ვაშკაც არ ვიცი. რუსუდანი არის ის კატეგორია ქალბატონი, რომელსაც ოჯახს ჩააბარებ. როგორ არ ჩააბარებ? ოჯახი არა, სახელმწიფოს ჩააბარებ. სახელმწიფოს მართავს პატრონებს, ქმარს. კაცა ჩააბარებ და მოუვლის. მოკლედ ბოკა არ აქვს მნიშვნელობა აბსოლუტურად როგორ არჩევანს გააკეთებ, ჩვენ მაქსიმალურად დაგიჭერთ ხარ? დიდი მადლობელი ვარ. მე უბაბა. როგორ ფიქრობ, დღეს გააკეთეს არჩევანს ბოკა? უნდა გააკეთოს აუცილებლად. ეს უნდა გააკეთოს. უნდა გააკეთოს ეს არჩევანი. აუცილებლად უნდა გააკეთოს. მაგრამ ვინ იქნება ეს? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ისე დაბნეული სახე ქონდა. ბოლოს დაიბრა განსაკუთრებით. შეშინებული იყო ბოლოს. 95% დარწმუნებულება არც ეს არ აერჩევს. ამ პირველი ან არც ერთი. ეხლა ვნახოთ მისი მეგრული დიპლომატია საითკენ წავა და გადაიხრება. მე მომწონს აი ეს ურჩი გოგონა, რომელიც იძახდა ნინი, რომ მე არ ჩავიცვამ საქორწილო კაბას და მინდა რომ ბოკამ მას ჩააცვა საქორწილო კაბა და ცოტა მოტეხოს მისი ხადაშორის მეც იგივეს ფიქრობ რატომღაც. არ ვიცი. მე ვერ დაგეთანხმები. ვერა? ვარსკვლავები არ გასახმება ამ შემთხვევაში? მოდი, ნახოთ როგორი არჩევანი გააკეთა ბოკა. ბოკა გთხოვთ სტუდიაში. აი ჩემი ფერია. ფერია რო არის ეგ ვიცით, მაგრამ შენ ვერ გავიგე, ცოლი გინდა თუ ბავშვი გინდა რო აიყო ვერ ვიცი. ეხავე ფერია მოგახსენე. ნამდვილად არის ბავშვი. ყველა ვილაპარაკეთ ამდენი. გამოდის რომ ტყუილა არ გვილაპარაკია, მაგრამ ჩემი რეზიუმე გახლავთ ის რომ მე დღეს არავის არ კი ბატონო, შენი ნება. ძირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ არ გვყავს ტყუილი, მაგრამ თქვენ შეავსეთ ანკეტა იმედის საიტზე და იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი გადაცემაში. ხანულა.